კიდევ ერთხელ გაყიდული ტელევიზია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის ახალი მფლობელი დავით კეზერაშვილი ხდება, რომელსაც ოპერის გარდა ინტერესები მედიაშიც გაუჩნდა. კომპანია, რომლის 100%-იანი წლის მფლობელი ყოფილი თავდაცვის მინისტრია გუშინ დაფუძნდა. მედია ჯორჯია სააკაშვილის დობით აღჭურვილმა ყარამანაშვილმა ტელეკომპანიის 40% $9 მილიონ დაუთმო. რა ახალ სქემებს ხლართავს ნაციონალური მოძრაობა თავის დროზე წართმეული მედია საშუალებების შესანარჩუნებლად. რუსთავიორისათვის ბრძოლა უკვე წესების გარეშე დაიწყო. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ტელეკომპანია რუსთავიორის 40%-იანი წილი 500,000, ხოლო ტელეკომპანიამ მზის $250,000 დაუჯდა. ინფორმაციას ტელევიზიების გასხვისებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მონაცემებიც ადასტურებს. ჯორჯიან მედია კომპანია, რომელმაც რუსთავიორისა და მზის წილი იყიდა, გუშინ 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილია. რატომ გადაწყვიტა არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიების წილის შეძენა უცნობია. კომენტარი არც ტელეკომპანიების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა და არც თავად კეზერაშვილმა არ გააკეთეს, რომელსაც შესაძლოა ახლად შეძენილი ქონების დაცვა სასამართლოში მოუწიოს. რუსთავიორსა და მზეზე პრეტენზიას ტელეკომპანიების ყოფილი მფლობელები აცხადებენ. მოკლედ დროში გეგმავს სარჩელის შეტანას გერმანიაში მყოფი ბიზნესმენი კიბარ ხალვაში, რომელიც აცხადებს, რომ ორივე ტელეკომპანია პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე დაათმობინა. სააკაშვილი მითხრა, რომ ტელევიზია უნდა გავეცმოე ჩემთვის უკეთესი იქნებოდა და მეორე დღეს ნოემბრის დაახლოებით შუარიცხვები იყო 17 განვაცობს. ორივე ტელევიზიის წილი დამატმობინეს, ვინმე მაშინ გიდოშვილის მეგობრის სასარგებლოდ, ამის შემდეგ ის გაიფორმეს თავიანთ მისაღებ პიროვნებებს. იცოდა რა ფიქრობდა და ეს ორ სადაუა და მას არ შეეძლება ეს როგორც ფაბიოსანი მყიდველის მიერ გაკეთებული აქტი, იმიტომ რომ იცოდა რომ ეს ტელევიზია არის საკამათო. რუსთავიორის დაბრუნებაზე საუბრობენ კომპანიის ყოფილი დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი არქიმიძე, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ღია წერილში. უთხარით არა პროპაგანდას და სიცრუეს, დაუბრუნეთ რუსთავიორს თავისუფალი მედიის სტატუსი. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით. ვემიჯნებით რა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას იმედს გამოვთქვამთ მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში კვლავ ერთად შევძლებთ იმ საქმის კეთებას, რასაც თავისუფალი დამოუკიდებელი ტელევიზია ქვია. ტელეკომპანიების მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანზე გასხვისება ჟურნალისტ და მედია ექსპერტ ზვიად ქორიძისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსთავიორი და მზე სახელისუფლებო წრეების საკუთრებაში იყო. ქორიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი ფაქტი ახლა უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა. მე მგონი არაფრის მომასწავლებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ის რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ახლა გახდა ლეგალური. ტელეკომპანია რუსთავიორისა და მზის დაბრუნებას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ეროსი კიწმარიშვილიც ითხოვს. რეალურად ვის დარჩება ტელეკომპანიები რუსთავიორი და მზე სასამართლოში გაირკვევა.